ჩემთვის ეს პროტესტი არის საზოგადოების სიცოცხლის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ მომკვდარა, რომ მას შეუძლია პროტესტის გამოხატვა, რომ მას ვერ აუკრძალავენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. ამიტომ ეს კანონი ჩემთვის არის რეპრესიული. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს მთავრობა არალეგიტიმურია, რომ მან თვითონ გადაიხია კონსტიტუცია, 28 ნოემბრიდან გრძელდება ეს პროტესტები უწყვეტად და ეხლა რამენაირად უნდა მიხვდნენ, რომ ადამიანები არ დათმობენ მთავარს თავისი ქვეყნის თავისუფლებას. ჩემი მოტივი იგივეა, რა უნდა იყოს ახლა სხვა, რომ მე მათ პროტესტი ამ უსამართლობის მიმართ, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. ამ დრაკონული კანონების, ამ რაღაც რეპრესიების მიმართ. ამიტომ დგავარ რა.